ქალები, რომლებიც გვიან მშობიარობენ, უფრო მეც ცოცხლობენ. არარეალურად ჟღერს, რადგან ჯერ კიდევ ითვლება, რომ 30 წელს გადაცილებული ქალბატონი ხანდაზმული ორსულია. დაკვირვებამ კი საპირისპირო აჩვენა. კვლევა 2 სამეცნიერო ცენტრში ჩატარდა. პირველი ბოსტონის უნივერსიტეტში, სადაც 387 ქალბატონის მონაცემები შეაჯამეს. მეორე კი Long Life Family Studies მონაცემებია. ეს არის საერთაშორისო გენეტიკური და გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევა, რომელიც იკვლევს ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობას. მათი შედეგები 462 ქალის დაკვირვებაზეა დაფუძნებული. მოკლედ, მონაცემების თანახმად, ქალებმა, რომლებმაც 33 წლის შემდგომ იმშობიარეს, 90 წლამდეც კი იცოცხლეს. ისინი კი, ვინც 40 წლის შემდეგ გახდა დედა, თითქმის 100 წლამდე მიაღწია. რატომ ხდება ასე? მეცნიერები თვლიან, რომ მიზეზი არაა ის, რომ გვიანი დედობა პირდაპირ იწვევს უფრო ხანგრძლივ სიცოცხლეს. არამედ ის, რომ ქალები, რომლებიც გვიან ასაკშიც რეპროდუქტიულნი არიან, თავიანთი ასაკისთვის ბიოლოგიურად ახალგაზრდები რჩებიან. ეს აღმოჩენა მკვლევარებმა დააკავშირეს დიდ ტელომერებთან. ტელომერები ქრომოსომების დამაბოლოვებელი უბნებია, რომლებიც დნმ-ის ბოლო ნაწილებში მდებარეობს და რომლებიც დაბერების პროცესს აჩქარებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გვიან ასაკში ბუნებრივად დაორსულებული ქალი ბიოლოგიურად უფრო ნელა ბერდება და ძლიერი გენეტიკური ფონი აქვს. ეს დაკვირვება არ ნიშნავს, რომ ქალებმა დედობა გვიან ასაკში უნდა დაგეგმონ. მათი ორგანიზმი თავად წყვეტს ბიოლოგიურად აქტიურ ასაკს. მაგრამ თუ ბუნებრივად დაორსულდით, თქვენი შვილი, რომელიც შესაძლოა ნაბოლ არა იყოს, თქვენი სიცოცხლის გახანგრძლივების მიზეზი გახდება. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-20 ვიზიტია.